Այս კლასიკური ისტორია, როგორც ერთმა გაქნილმა აფერისტმა და კრიმინალმა დიდი ფული იშოვნა უამრავი ხალხის გაბრაიბურების ხარჯზე. სამწუხაროდ ეს ხო რეალობაა, რომ ასეთი აფერისტები ჩვეულებრივად კარგად აღწევენ ხოლმე თავიანთ შედეგს, იმიტომ რომ ადამიანებს რაღაც ჯერავთ რაღაცა თორსა არასწორი შეფასებები აქვს ხო ჩვეულებრივ ადამიანებს ეხლა იგივე რისკების შეფასება ვთქვათ რასაც ეხლა ჩვენ ვასწავლით ხოლმე ხო ახლა ადამიანს მაგალითად ძალიან ბევრს ეშინია თვითმფრინავში ჩასწრომის და არ ეშინია ქუჩაში გასვლის მაშინ როცა რისკი იმისი რომ ქუჩაში რაღაც დაგემართოს გაცილებით მაღალია ვიდრე თვითმფრინავში რო ჩასწრომო ჩვეულებრივ რისკების დათვლაზე ლაპარაკი და ასე ადამიანებს აი ტყუილის ადვილად ჯერავს ადვილად დაჯერე ამაზეა სწორედ გათვლილი აი ამ ასე ვთქვათ სამეცნიერო აფერისტების განსაკუთრებით რუსულ საიტებზე განთავსებული ეს ინფორმაცია მე მშობლებისთვის ვამბობ ვინც ამას ფაქტია უკვე ამაზე კვლევები ჩატარდა რომ ეს არის სპეციალური ტროლების ფაბრიკა არის მთელი თქვა შექმნილი რომელიც მუშაობს ძირითადად ვაჩვენებ დასავლეთის აუდიტორიაზე მუშაობენ ანუ ამერიკაზე ევროპაზე ინგლისურენოვან სივრცეში რაღაცები შეგდებაზე რომ მე უკვე იქიდან ჯერ იმათ ასე ვთქვათ ათაყვანებენ უკაცრავად ამ გამოთქმისათვის და მე ეს ყველაფერი მოდის ჩვენთან ცოტა გვიან მოდის ხოლმე მართალია მაგრამ მაინც მე ჩვენთან მოდის ხოლმე როგორია სტატისტიკა იმუნიზაციასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით აი რომ შევადაროთ სოფლიოში და მე ვნახოთ ჩვენთან ანუ ადამიანები რომლებიც უარს ამბობენ გვაქვს თუ არა ოფიციალურად მონაცემები აი რა პროცენტი არ მონაწილეობს ამ კამპანიებში თქვა თუ დასავლეთის ქვეყნებში და როგორია ჩვენთან რამდენი პროცენტი არ ერთვება ყველაზე ასე ვთქვათ ესეთი სანდო მონაცემებით რა თქმა უნდა ყველაზე კარგი მოცვა ვთქვათ ევროპის ქვეყნებში არის ჩრდილოეთ ევროპაში ეს არის ვთქვათ იგივე შვედეთი ფინეთი ვთქვათ სკანდინავიის ქვეყნები ნორვეგია ხო აი ამათ აქვს ყველაზე კარგი მოცვა მე ასე ვთქვათ ესეთი პრობლემები არის ვთქვათ მოცვაში იტალიაში ვთქვათ საფრანგეთში გერმანიაში სხვათა შორის და ამიტომაც ეს ქვეყნები იძულებული გახდნენ რაღაც საკანონმდებლო დონეზე აეწიათ ეს პრობლემა იმიტომ რომ იგივე წითელა მე ხა რომელიც დავიწყებული იყო პრაქტიკულად ამერიკაში კი შეაღწია სადაც ამერიკაში წითელა ითვლებოდა პრაქტიკულად აღმოფხვრილად შიდა წითელა არ ქონიათ და სხვა შორის გავრცელება დაიწყო ერთ-ერთ ასე ვთქვათ ნიუ-იორკის ერთ-ერთი თემი არის ერთ-ერთი რელიგიური მიმდინარეობის რაღაც ძალიან ორთოდოქსული და სექტანტური თემია სადაც დაიწყო წითელას საკმაოდ დიდი აფეთქება იმიტომ რომ არ იცრებიან საერთოდ და ეს აღმოჩნდა რომ არ არის ეს მარტო განვითარებადი და ასე ვთქვათ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც არის ხალხს ყველგან ჯერავს ერთნაირ რაღაცას რომ კარგად რომ მოატყუებ ჯერავთ იმ ხალხს და ამასთან ბრძოლა ძალიან ძნელია მით უმეტეს როცა თქვი რომ ამას გარკვეული ქვეყნები უბრალოდ ეს აქტიურად მოქმედებენ და ეს არის ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია დიახ